როცა საქმე ბავშვებს ეხება, ყველაფერი უფრო ლამაზია, სუფთაც და პოზიტიურიც. ეს ქუთაისია, ახალგაზრდობის პარკი, რომელიც ჩემს ბავშვობას მაგონებს. დღეს კი ერთ საბავშვო პოეტს უნდა შევხვდე, პროექტის ფარგლებში ერთი ლექსისთვის. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. შემოქმედებითი საზოგადოება მზის თეატრის ერთ-ერთი პროექტი, ერთი ლექსისთვის, კვლავ თქვენს წინაშეა. ამ შემთხვევაში მინდა ერთი ძალიან კარგი ქალბატონი, კარგი პოეტი გაგაცნოთ. იგი, როგორც ვიცი, 4 წიგნის ავტორია და აქედან 3 საბავშვო ლიტერატურას მიეკუთვნება. დამერწმუნებით, ალბათ თუ რამდენად რთულია ბავშვის ენაზე წერო და თუ რამდენად მოსწონთ მისი ლექსები პატარებს, ამაზე თავად პოეტთან ვისაუბრებთ. ეს ცისფერყანწელთა ხეივანია, სადაც ჩვენი შემოქმედებითი პაემანი შედგა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლა მე მინდა გაგაცნოთ ის ძვირფასი ქალბატონი, რომელსაც ერთი ლექსისთვის მზის თეატრის პაემანზე შევხვდით. გამარჯობათ ქალბატონო მზია. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი პირველ რიგში თქვენს მშობლიურ ქუთაისში, როგორც ვიცი, კახეთიდან ჩამობრძანდით და მე მინდა ამ პროექტის ფარგლებში ერთი ლექსისთვის საზოგადოებას თქვენი თავი კიდევ ერთხელ წარვუდგინოთ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, თქვენ ბავშვები ძალიან კარგად გიცნობენ თქვენი საავტორო ლექსებიდან. მივესალმები საზოგადოება მზის თეატრს. მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ჩემ მშობლიურ ქუთაისში რომ ვარ. ძალიან ბევრი და ლამაზი სანაცნობო მყავს უკვე, ბევრ პოეტებს ვიცნობ. უღრმესი მადლობა ნათია ჯიმჩელეიშვილის ასეთი ყურადღებისთვის, სითბოსთვის, პატივისცემისთვის. მზის თეატრს დიდი მადლობა კიდევ რომ ერთი ლექსი ისევ უნდა წაუკითხო. ძალიან კარგი. უღრმესი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და ამ პროექტში მონაწილეობაზე და ლექსების წერის შესაძლებლობა როდის მოგცათ უფალმა, საიდან დაიწყეთ თვითონ საბავშვო ლექსების წერა და რამდენი წიგნის ავტორი ხართ? წერ ახსენებ რომანებს მაქვს, ზღაპრები, ის ნოველები, რა ვიცი, ყველაფერი. რაც შეიძლება დაწეროს მწერალმა ყველაფერზე ვწერ. ხან მუზარაზედაც მივივა, მით უმეტეს განსაკუთრებით საბავშვოები დავიწყე შვილიშვილების გაჩენის მერე. პატარა შვილიშვილებზე წერდი და ეს ჩემი შვილიშვილებია, ყველა პატარა, ყველა მიყვარს, ყველასთან ბედნიერი ვარ და მინდა რომ მართლა კარგი ქართული სულით გაიზარდონ და კარგი ქართველები იყვნენ, იმრავლონ საქართველოში. ესე იგი, როდესაც ბებო გახდით, ინსპირაციის წყარო გახდა თქვენი შვილიშვილები და მას შემდეგ წერთ არაჩვეულებრივად საბავშვო ლექსებს. ძალიან კარგი. ეს გახლავთ თქვენი ერთ-ერთი წიგნი ხო, რომელიც ხელში გიჭირავთ? ჩემი ბოლო წიგნი ჯერჯერობით. ანბანზეა წყობილი, ანბანი გამოცანები და ენის გასატეხი. ეს წიგნი მართლაც საინტერესო, სასიამოვნო, სასარგებლო და აუცილებელიც არის ბავშვებისთვის. ძალიან შემეცნებითია, შეუძლიათ გამოცანის პერსონაჟები გააფერადონ, გამოცანის პერსონაჟების პირველ ასოზე დაწყებული ასოზე და იოლად ისწავლონ ანბანი აქედან. იმეთყველებენ ძალიან იოლად კიდევ ყველა ასოზე არის ენის გასატეხი. ქალბატონო მზია, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ახალგაზრდობის პარკში და გადავწყვიტე ამ პარკში თქვენი ჩაწერა, იქედან გამომდინარე, რომ ჩემი ბავშვობა აი ამ პარკს უკავშირდება. აქ მაქვს გატარებული ბავშვობა, აქ ხედავთ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი არის. ნელეკერგია. აქ ბავშვები თამაშობენ, დიახ და ყოველდღიურად მოდი აბა კადრში მოდი. მოდით აბა, მოდით. იცით ეს ქალბატონი ვინ არის? ეს არის საბავშვო მწერალი, ქალბატონი მზია გუმბერიძე. შენი სახელი მითხარი? ჩემი სახელია ანა-მარია ქაჯაია. ანა-მარია ქაჯაია, ხო? ძალიან კარგი. მოდით ბავშვებო. მოდით. მოდით ბავშვებო, მოდით. გესაყვარლები ხართ, გინდათ ლამაზი ლექსი წაგიკითხოთ. მოდით, წერალი წაგიკითხავთ თვითონ ლექსს. აბა მოდით დადექით. მოდით აბა აქეთ ახლა. მე თქვენ გაგაცნობთ ჭინჭილა თუ იცით რომელიმე? ჭინჭილა? არა, ჭინჭილა. ჭინჭილა ვიცი. ხშირად ზოგიერთი რამ დაუგეგმავად ხდება. ჰოდა ამჯერადაც ასე მოხდა. ფუტკრები ყოველთვის გრძნობენ ტკბილ ნექტარს.
ისე როგორც ამ ბავშვებმა იგრძნეს საბავშვო პოეზიის სურნელი. ეს სპონტანურად შემოიკრიბნენ ის ბავშვები, რომლებიც ამ პარკში თამაშობენ. ნამდვილად არ ველოდით და ამ ბავშვების წინ მინდა გკითხოთ პროექტი ერთი ლექსისთვის, რომელ ლექსს შემოგთავაზებთ და რომელ ლექსს მოასმენიებდით ამ ბავშვებს. შემოგთავაზებდით წიწილას და ჭინჭილას. და ჭინჭილა არის ბავშვებო პატარა სასმისი, რომელსაც ძალიან წვრილი ყელი და ცოტა გაბერილი მუცელი აქვს და როცა სვა მხოლოდ ყლუპ-ყლუპად გადმოდის. არ გადმოდის, არ ისხმება იქიდან. ესე თითო ორ-ორი ყლუპი გადმოდის. ხო და ეხლა აგიხსნით მე რა არის ეს ჭინჭილა, მომისმინეთ კარგად. ნახეთ როგორ დაწიწინებს ჩვენი ციცქნა წიწილა. წყალი უნდა რომ დალიოს. რა იპოვა? ჭინჭილა. კი დალია სულ თავიდან, წვრილ ყელამდე ჩავიდა, მაგრამ ყელში გაიჭედა, მის კარტიც ვერ წავიდა. დასწიოდა პაწეწინა, მიშველეთო, მიშველეთ, წყალი თითქმის ავსია და ენაც ვერ დავისველე. გაბერვია ეს მუცელი, ღორი არის ნამდვილი, თურმე ჩასხვაწნელია და არცმა არის ადვილი. გამაცანით მას რა ქვია, ყელი რომ აქვს ყინწილა, ასე უთვლეთ რომ დამტოვა, მე პატარა წიწილა, დედა კრუხმა მოირბინა, რატომ წივი წიწილა, ეს კაცების სასმისია და მას ქვია ჭინჭილა, მაშინ ღვინო ცოტა იყო, ეს ჭურჭელი ითვლიდა, ყველას თითო ყლუპი ესვა, ანდა კიდე წვილ-წვილა, ამ ჭურჭელით ბევრი წლები ლოცეს დიდმა კაცებმა, მათ უღალი ადიდეს და მტერი შეძლეს დაცემა. მტერი რომ მას გვიკაფავდა, კლავდა ციცქნა წიწილას, ხმალი იყო საბრძოლო და დამლოცავი ჭინჭილა. მობრაზდები სასმისზე, გუშინდელი წიწილა, საუკუნელოცთა უფალს ეს პატარი ჭინჭილა. დაფასება უნდა უფროს, ვინც არის და რაც არის. ჩვენი დედა ისტორია ჭინჭილების ღვაც არის. ოჩახ. კარგებია. მოგეწონათ ქალბატონი მზიას ლექსი წიწილა და ჭინჭილა ძალიან კარგი. შენ თუ მოგეწონა? მე კი. მოგეწონა, შენ რა ქვია სახელი მითხარი? ჩანი ჭინჭილა? მიხთი როგორი იყო? შენი სახელი მითხარი? მე ილაკი. როგორ? ილაკი. ირაკლი ქვია, შენ რა ქვია? ხატია. ხატია. ნახე ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო. მოდით პოეტთან გადაგიღებთ სურათს, არ გინდათ? მოდით. აბა დადექით. მოდი გასხედით ჩემთან აქედან რომ ვერ დაგიხედით. აკადია. აბა გამოიხედეთ. აბა თავისუფლები ხართ. აბა წაწიწული. ქალბატონო მზია, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი აი ამ ინტერვიუსთვის და ახლა მე მინდა თქვენთან ერთი სამახსოვრო სელფი გადავიღო.